გიმძანდები თქვენ ბატონო და რა გნებავთ? მე ქალბატონო. ანიკო ბატონო. მე ქალბატონო ანიკო. საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის წმუნებული გახლავართ. გოგი თუშურაშვილი. ზედმეტ სახელად უგარაჩას მეზახიან. კარგად შეურქმევიათ. სიშავის გამო გამარხეს. კი ხართ სულოცოდვილო ცოტა შავმრემანი. მე არ მგონია რომ თქვენ ამის შესატყობინებლად იყოთ მოსული. მისამართი ხომ არ შეგეშალათ? როგორ გეკადრებათ? ქალბატონო ანიკო. ნიკომარის ქუჩა 2 ნომერი, პირველი სადარბაზო, მეოთხე სართული, ნომერი მერვე ბინა. ვლადიმერ ივანესძე გურიელი. ომარ მეშილება. ჩვენს ოჯახში ბატონო მილიციასთან საერთო არაფერი აქვს. მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და თქვენი დახმარება არაფერში არ მჭირდება. მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკო. თქვენი შვილის ხნის რო ვიყავი ჩუჩუმად პაპიროსაც ვეწეოდი. ყომარის თამაშს მასწავლიდნენ უბნის ბიჭები და სვირინგის გამიკეთეს. ნაკოლკა არა, ნუ წუხდებით, არ არის საჭირო. არა, მე საჩხუბრად არ მოსულ ვარ, ქალბატონო ანიკო. ვერთ ბაქანას და ჩემი თავი არ დაგიჭიროთ. შუდობით. ნახვამდის. რა ქვია შენ ჯო? თამო. ხელთ არ მომაჭო კარგს იზამ. შეგიძლიათ დღეიდან უგანაჩა დამეძახო. რაზე მეზახდი? ლიტერის სწავლები ჯო. ამ ხანაგო მაიორო თქვენი ბრძანების თანახმად ლეიტენანტი თუშურაშვილი გამოცხადდა თქო. აიგე? ამ ხანაგო მაიორო თქვენ. დაჯექი.
ეაგი რაღაც სხვებთან სულ ბატონებს და გენერალებს გეძახით ახლა ერთ-ერთზე ძმაკაცთან კაცურად აღარ დამალაპარაკეს. სამსახურმა ძმაკაცობა არის. ძმაკაცობა სახლში, ქუჩაში, რესტორანში. ისედაც საჩივრები დაისო კომისარიატი. საბაშურმა ძმაკაცები დაუსო მილიცია. აღარ ეწე. როდის აკეთ? უშისაკ. ჩავრთელი გინდა მოგდა. მაინც ვინ გიჩიეს? ყველა ხერი და მამაძაღლი ვის წერა იცის და არეზარე. კაცო, იმ შემოჩინეს უთხარი ფევინიშვილებმა მილიციაში უცხოსა და მტერს ხო არ მოიყვან თანაც რა. იარაღს ხო არ მივცემთ ხო? ნეტა ის შენ რო ჭკუარ გაწუხებს და დარდი რა. აი, მაიდა. ქობულეთის ცხოვრებლების ქობულეთის აღმართის ცხოვრებლების ერთობლივი განცხადება. ნახე თუ ძმა ხარ და შეამოწმერა. ანი მგოგოს დაუძახე და მოელაპარაკე. ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების მილიციის უფროს ავხანაკ საბაშვიც ხობულეთის აღმართ ნომერ 137-ში მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება. მოგახსენებთ, რომ ჩვენ ეზოში ცხოვრობს და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა პაპიროსაც ინგა ლალიაშვილი. ამის 2 და ხანდახან 4 საათზე მისი ოთახიდან ისმის ჭიქების ჭახაჭუხი, უწმაწურის სიტყვები და სიმღერები. მას ინტიმური კავშირი აქვს მრავალგზის ნასამართლებ ვინმე მურტალოსთან. ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია. ხვენია, მაგრამ საქმის საჭიროების გამო ვასახელებთ იმ უწმაწურ სიტყვებსა და სიმღერებს, რომლებიც გვესმის ამ გარყვნილების ბუდიდან. სიტყვები ბოზი, ნაბიჯვარი, ჩათალახი, ვირიშვილი, ომარი, დურა, ატანდა, პლეტი, ხოში, ბითური და სხვა. სიმღერები პარახოდმა ბათუმისკენ გასწია, სვოი ბიჭმა ჩემოდანი ასწია, შევირიშვილო სუდია, რადაგიშავე სუდია, ოპსტოპ ზოია. რაღაც ის სასაცილოა, არაფერი არ არის. ეგ გოგო ადრეც აკვა შემჩნევა. იმ მურტალოსთან დადის თუ როგორ არის ამიც. ის მურტალო შენს კარგად იცინებს. მაგრამ აი საქმეზე რო ვერ დავიჭირე რა, ვერ საიდან ვერ მიუდექი მაგის დედავატირე. ნება მომეცი ამ ხანაგო მაიორო წავიდე. და შენს კაი მაიმუნი ხარ. რაგაცინებს? თქვენ ინგა ხო არ აბზანდებით? დაუშვათ ინგა ვარ, მერე? დაუშვათ კი არა. ნამდვილად თუ ხარ? ინგა ვარ. შენ ვინ ხარ? ისავარაი. სამჯერო დაგიბარეთ მილიციაში. ხო. რა გნებავს კუკარაჩა? მაგას მილიციაში გეტყვით, ჩემო ინგა. შენ ჩემ მილიციაში მიყვანაზე ადვილი გონია? ადვილი რომ გონებოდა ამ აღმარს არ ამოვასკდებოდი. მაგრამ მაინც მიგიყვანთ. ძალი თუ წამათრე ვარ ვიცი. თქვენ კი არა და ფინეთიდან შტაბში 2 ტანკი წამათრიე ძალით. მართლა. როგორ? აი მაგას ხვალდილი 9 საათზე თუ მობრძანდებით ჩემთან სამსახურში. იქ მოგიყვებით. ჩემი ნამდვილი სახელი გოგი თუშურაშვილია. მართლა? მართლა. კუკარაჩა ჯობია. ჯობია და კუკარაჩა დამიძახ. იქნებ ჩემთან წამობძანებულიყავით და იგვეთქვა სათქმელით. დღესაც აღლილი იქნებით. სამსახურიდან მობრძანდებით.
თქვენთან სხვა დროს მოვალ, ჯერ ჩემთან მობრძანეთ. კეთილი. ქალიშვილი. სახში რომ მიხვალთ რა. იქა კარებში უწყება დაგხვდება და არ გეწყინოთ. აუ მე რა ვიცოდი თუ ქუჩაში ხდებოდი. რომ გამოვიღებთ რა. ნუ წაიგითხავთ, დახია და გადაარგე. კეთილი ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. გამარჯობა ქალიშვილი. გაგიმარჯობს. ერთ-ერთი მომხედე ქალიშვილი. დაგნებავთ. მარტო ხართ? არა. გამგეცაკ არის და მთავარი პროვიზორი. ორევეს დაუძახე. დაგნებავთ, თუ რამე წამალი გნებავთ, მე მითხარით, მოგართვეთ თუ არ და რეცეპტი დამიტოვეთ. რას გეუბნებენ ის გაკეთე დაუძახე ორივე. სად მოდიხართ? გაცილები ენაცმარი. აბა სად არის? დასულან. მე მაგაზე რაჯობი ახლა გამგეჩინე ხარ და პროვიზორიც. დაგნებავთ. მორფი. მორფი მე ვინ მომცა? მორფი სეიფშია ჩაკეტილი. ხვალამდე მოითმინეთ მოვა გამგე და მორფს ხოლდაზე გაროყვარს აგერ არ მორფი მომიცი გასახარ. იცით მე დავრეკავ, კითხავ და მომიცი გასახარ. ტელეფონი გაფრთხილდა გაროყვარს ჩემო. ხათაშურიზე მე თქვენ გიცნობთ. თუ არ ზდები, ქობულეთის აღმართზე ცხოვრობთ 136 ნომერში. ეინ გაქვიეთ. არ შეშინდა გენეცული. დაიდან შენი შემწუხებელი, ჩემი შემწუხებელია. შენი შემწუხებელი იყალე. ვერის ასაპლეუზე წევს. უტალოს ჩემთვის სიყვარული არა უხსნია. ერთი წლის განმავლობაში ზამთარ ზაფხულ ქურთი მარატიკას ხელთ ერთკალათა წითელ ვარდებს მიგზავნის. ყოველთვე ვიღაც ქოსა უცნობი მოდის და 1000 მანეთ ფულს მიტოვებს. ქალბატონო მურტალო ვალი მოგართვა და დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდიდო. მე ვიდრე რაიმეს მოვახერხებ, ის კაცი მოლანდებასავით ქრება. ერთი წელი გავიდა, მურტალო კი არ ასჩანს. მაგიშიში დუბანში გამარჯვებას აღარავინ აღარ მეუბნება. მეშინია აშელეკ. მეშინია. იმპულს რას უშვები? კაპიკი არ მომიკლია. 12000. დიდი ფულია. რა უნდა ვქნა? უნდა დახარჯო. მაგას არ გეკითხები. მარას მე. საერთოდ რა ვქნა? ცუდი საქმე მოგსვლია. სატანას შეყარებოდი სჯობდა.
ხო და გეკითხები. მე რას მეკითხები? ვარდივით გოგო ხარ. ვიდრე ცოცხალია თავს არ დაგანებებს. ისე დაგაჩქნობს სხვა კაცი შენ სურნელებას ვერ გაიგებს. არ სამართალი არ არსებობს. არც მილიცია, არც ხალხი, არც მთავრობა, არც ციხე. ციხე მაგათი სახლია. სხვა დანარჩენი არაფერი არ არსებობს. ეგ არის შენი ბოლო სიტყვა. ეგ არის. მას სხვა საშველი არ არის. არა. ვიდრე თავად არ დაგანებებს თავს. ეგ როდის მოხდება? ჩემსავით რომ დაჩემიჩდები მაშინ. სხვა გამოსავალი არ არის? არის. რა? უნდა მოკვდეს. ვინ? ერთ-ერთი თქვენთაგანი. ეს ყველაზე ნახტი გამოსავალია. რომ დავაჭერინო? ამის გიშავებს. არა, ჯერ არაფერს. და შედალოცვილო, სიყვარულისთვის რო ციხეში სვამდნენ. მაშინ მთელი დუნია ციხეში იქნებოდა. ეგ არის შენი ბოლო სიტყვა. ეგ არის. შემახვედრე მაინც. თვითონ მოვა. გილოცავ ახალ წელს საქართველოს დიასახლის. ყოველად წმინდა ღვთისმშობელი მარიამი იყოს შენი მფარველი. გაგიმარჯოს. დაგინდა ჩემგან. არაფერი. არაფერი? კაცი რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ყოველდღე ერთ კალათა წითელ ვარდებს მიგზავნის. ყოველთვე ვიღაცის ხელით 1000 მანეთ ფულს მიტოვებს კაცმა, რომელმაც ჩაუმაცილა უბაში ყველა ვაჟი და საეჭო გახადა უბაში ჩემი ქალობა და პატიოსნება. არაფერი არ უნდა ჩემგან. მე შენთვის არაფერი არ მithოვია. მე მით უმეტეს. ვარდები დამებრუნე თუ შეგიძლიათ. როგორ? როგორც გინდა. ხო დაგიბრუნებ. რომ ვიცოდე 365 კალათა უნდა იყოს. არც ერთი თეთრი არ უნდა იყოს, უწითლები უნდა იყოს. შეთვის ვარდები არ მithოვია. ვარდები მოკტა, დაჭკნა. ფული კი აქ არის, ხელი არ დამიდიათ. წაიღე.
ფული მკვდარია, გაღალთისა. ვარდები ცოცხალი იყო. შენი ქარაგმები არ მესმის, აიღე ფული და წადი. დალე ერთიკა. ახალი წელია დაილოცე. დალე და წავა. მოდი რა მოგივიდე. შენზე ამბობენ, რომ მკვლელი, ქურდი, მორფინისტი და არამზადა ხარ. ამბობენ. ხარ თუ არა? თავისუფალი კაცი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მინდა. როცა მინდა და როგორც მინდა. რამდენი წლისა ხარ? 30-ის შემოსწესხა. რატომ ეშინია შენი ყველას? ალბათ იმიტომ, რომ მე არ მეშინი არაფერს. იმ ღამით მორფი რომ არ მომეცა, შენთვის რას მიზამდი? მოკლავდი. ახლა? ეხლა რო გამაგდო თავს მოვიკლავ. მე რას მიზა? შენ ვეღარა. მაშინე? არა შემზეს ვიცავ თუ გინდა შენ მომკლე. იცი რომ მკვლელი არა ვარ და ამიტომ ხარ დიდგულზე. წადი იხლა აქედან. ცოცხლებს უფრო ადვილად დავტოვებ ვიდრე შენ. ვიკივლებ და მეზობლები შემოცივდებიან. რამდენი მეზობელი ყავს? 20. ხოდა 20 მკვდარს გაიტანენ შენი ოთახიდან. რამდენი კაცი ყავს მოკლული? ყველა კაცი თვითონ იკლავს თავის თავს. ვინც მოკვდა ყველა სიკვდილის ღირსი იყო. იცი რა? მე ეგ შენი ქურდული ფილოსოფია არ მესმის. ახლავე ადეკიდე გაიხრიე ჩემი სახლიდან. გადი აქედან. მე შენი თავი ყომორში არ მომიგია. ღმერთმა მაჩუქა. მილიციაში განმაცდე. ნუ თუ მართლა არაფრის არ გეშინია ამ ქვეყანაზე. ერთი რამის მეშინო და უსიყვარულო და არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. ეხლა მაგის აღარ მეშინია და რა მნიშვნელობა აქვს როდის მოკვდა. ამ ეზოში ჩემს გარდა კიდე ხალხი ცხოვრობს. ძალიან გთხოვ, წადი აქედან. სახელს ნუ მიტეხა. ხალხი ბერბოა. ხვალმოა შენი ფეხიზე ნაბან წყალს დალევს და წმინდანად გამოგაცხადებს. წადი აქედან, გაეთრიე. გაგიმარჯოს. დაინგამ სილა გააწნა მურტალოს. მურტალოს სისხლი წასკდა ცხვირიდან. ინგამ სველი ტილო დააფინა სახეს. მურტალომ ხელზე აკოცა. ინგას ხელი არ წაურთმევია. მოსე შაფთოშვილს ნიკომარის ქუჩა ნომერი 2-ის სარდაფში ორი ბნელი ოთახი ჰქონდა დაქირავებული და შიგ სამღებრო საამქრო ჰქონდა მოწყობილი. თვითონაც იქ ცხოვრობდა თავისი ჯალაბით. ცოლით რებეკათი და ვაჟით ისხაკით. საამქრო მუშაობდა, საქმე მშვენივრად მიდიოდა და ყველანი უზომოდ ბედნიერნი იყვნენ.
აი დეგენაცოლე. რებეკა რომ თელ თავის ღამის ნამუშევარ დილას მზეზე გამოფენდა ხოლმე. ეზოს ყურებას მაშინ აღარაფერი ჯობდა. ფერად-ფერადი პერანგები, საცულები, შარვლები, პირსახოცები, ცხვირსახოცები, ხელსახოცები, ქარში იალქნებივით რომ დაიბერებოდნენ და ატკარცალდებოდნენ. ეზო მაშინ საპარადოდ გაწყობილ პატარა გემს გავდა ხოლმე. საათივით ჰქონდა მოსე შაფთოშვილის ცხოვრება აწყობილი. მაგრამ სწორედ იმ ზაფხულს მეოთხე კლასში სამჯერ ჩარჩენილი ისხააკი რომ მეხუთე კლასში გადავიდა. მოსეს ცხოვრების შამთაღრიცხობმა საათმა პირველი გლოვიზარი შემოგრა. ვიღაც ოხერმა და ცოდილმა ამბავი მეუტანა რებეკას. შენ ქმარ სვანეთის უბნელს ანგელინას ყვარობსო. მთელ ნაშოვარი მასთან მიაქვსო. შენ რო გადაბრუნებულ დრაფი პალტო იგაცმევს ანგელინა კარაკულის შუბით დადისო და ერთ მშვენიერ დღეს რებეკა მეზოში შავშავი აფრები გამოფინა. სეპირსახოცი, ცხვირსახოცი, ხელსახოცი, ხალათი, შარვალი, ყველაფერი შავად იყო შეღებილი. ქალაქიდან შინ დაბრუნებულმა მოსემ ეს რომ დაინახა. ისხა პაპა დაგენაცოლოს. რაფერი არის ისხა ესე? ისხა მამის გამყიდველო იუდა ისკარიოტელო. რებეკა ჯიგაში დანაგა საკმელო. გამოდით რებეკა ხორის გაგდებულო რებეკა და ჯიგაში დანაგა საკმელო. გამოდით ქმრის და მამის უყრელებო. გამოდით თორემ ნავთი გადავასწრებ და მითხებით გამოგდავ. გამოდით რომელი ხელსაფეხებს რომელი კოთუმბუშო. დავაშავე ხლამისთან. სულთქენი ბრატიანი რო გაკრეს და უცხოს სულთქენი ბრატიანი. კაი ახლა არაფერია მოწი თავს კაი ახლა რა იყო რა მოდი. რაშია საქმე გუგარაჩი? რა არის? ეს ხალვატონო ანიკო დიდი საბჭოთა ენციკლოპედია BSE 18 ტომი 55 გვერდი. რაღაცას წავიკითხავ თუ არ გეწყინებათ. ისე მარტო მე გინდა წამიკითხო თუ ამასაც? უფრო მაგას, მაგრამ თქვენს თუ დაგვესწრებით კარგს იზავთ. კი ბატონო. ნიკოტინი ფრანგული სიტყვაა. ნიკოტინე წარმოსდგება ფრანგი დიპლომატის ჟენიკოსაგან, რომელმაც 1560 წელს პირველმა შემოიტანა თამბაქო საფრანგეთში. თამბაქოს მოწევისას ნიკოტინი იწვის და ყვავილთან ერთად შედის სასუნთქო ორგანოებში. შეიწოვება და მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ჰოლინორეაქტიულ, პერიფერიულ და სტრუქტურულ სისტემებზე. ნიკოტინი ნერვული სისტემის დამტვრგუნველი და დამბლის გამომწვევია.
იგი ხელს უწყობს სუნთქისა და გულის მოქმედების შეწყვეტას. ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე მომწამლელი ალკოლოიდია. რამდენიმე წვეთი ნიკოტინისა იწვევს სიკვდილს. მერე რა მერე ხალბატონო ანიკო პანაშვიდის და ქელეხის ხარჯებზე აქ აღარაფერი წერია. ვიფიქრე, ავდექი და თქვენთან წამოვიდე. თანაც ვიყავი ხელწერილები გამოვართ რა. აგე რამდენია ხელწერილი მე დუდუ დობოლსკინიძე პიონერულ სიტყვას იძლევი რომ არამც თუ მოუწევ პაპიროს ჩემს სიცოცხლეში არამედ არც კი გავიხედავ პაპიროსისკენ დედას ფიცა ვარ, მამას ფიცა ვარ და ყველას ფიცა ვარ. არც გამძრეულ ვარ, რადგან ტკივილი უკვე გადატანილი მქონდა. დედამისეთი სილა გამაწნა, მაინც მეტკინა. რასაშვები, ხალბატონო. გამანები ხალე ვიცი რასაშვები. როგორ გეკადრებათ, ხალბატონო ანიკო, აბა ცემა რომ საქმე შველოდეს რა, იქ არა მყავდა. თქვენა ხალბატონო ანიკო, აბა დადგენილია რომ უფრო ხშირად აი იმ ოჯახის ბავშვები ეწევიან პაპიროს, რომელთა მშობლებიც ეწევიან. შენ აქ ჩემ გამოსასწორებლად ხარ მოსული? ჯაშუში ხარ შენ კუკარაჩა, შპიონი, ნამდვილი მაბეზღარა და მეზიზღები, ჭილივით მეზიზღები. იმ წუთში ზუსტად ასე ვფიქრობდი. ვფიქრობდი და უზარმაზარი ლოდი მომეხსნა მხრებიდან, რადგან ზუსტად ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. იმ დღეს ჩემი თვალით დავინახე, როგორ გათეთრდა შავი კუკარაჩა. მაშინ გენილას ქუჩაში კაბაში მოახიარა. მას კარაკულის შუბაზე კაბაში ახიარა. ესე იგი ავად პროფესორ ლოგიში უწევა რა. მაშინ განიგერა პოსტი და კასპარია რა. Rato Barqueda, non se li trova! Oide! Dice che anche gli altri catriere! E se che posi da campagna, e gli uomini di beccaria catriera! E che c'è? E che c'è? E che მე კარო თორა მოკლა. აგდება შეუბედურაში. დაგდება. პაპას გებიცები მოკლა. კუკარაჩა. დედისოს გაბიცემ კუკარაჩა, თოდო არ ჩამადენინო. თოდო არ ჩამადენინო კუკარაჩა. აგდები ჯო. მოკლა შენი. აქცეულმა კუკარაჩამ უცებ იგრძო როგორ დაეშვა თავზე რაღაცა საშუალო ძიმე და თვალს დაუგნელდა.
გიორგი თუშურაშვილი, რამდენჯერ გითხარი, რომ საკუთარ ინიციატივას თავი დაანებებდი? ზეიცა კაცო. როგორ ფიქრობ, რამდენ დღეში მოგიშუშტება? ვერ ვიცი. არა, მაინც? მეგონი 1-2 კვირა მაინც დაჭირდება. 10 დღე არ ეყოფა? არა მგონია. 15 დღე მინიმუმი. კარგად დაფიქრდი, კარგად. კაცო, ჩემი კანის ამბავ შენ მასწავლი. რა კი არის შლი ჩემო გუგარაჩა? შენ 15 სუტკა გაუფმახდი შენ, ეს რუსულად. ქართულად კი 15 დღე დაღამე ნაობახი. ეს საუბედურად ებრაულად როგორ არის არ ვიცი. რათა კაცო. 10 დღე ჭრილობების მოშუშებას მოუდება. 5 დღე კი ხულიგრობისა და საკუთარი ინიციატივისას. ეგე? ახია ჩემს. მობრუნდი, შენ დავენაცვლე. შენ სიცოცხლე ჭირიმე. ჩვენ მარჩენალო, იმედო, ზეოდა სიხარულო, მობრუნდი. ენა და ხელი გაუხმე შენ დამაწყევა. 1000 საყვარელი გაიჩინე 1000. შენ ანგელოზე ხმაი არ მოგვაკლო. ჩვენო ხმერტოდა ზენაისო. გოგოთი ხმაი ჩვენო მოზე. გოგოთი ხმაი. აგის ვიჩენი ხმაი. მიტყვარი რა. რაღაც უნდა კითხო კუკარაჩა, ოღონდ არ გეწყინოს. აი შენ მარტო ჩემ თამას დასდებ ასე კუჩი და მარტო ჩვენთან დადიხარ თუ ყველგან. არა ქალბატონო. არც მარტო თქვენ თამას დავდევ კუჩში და არც მარტო თქვენთან დავდევ. მე უბნის წუნებული ვარ და ყველგან მიწევს სიარული. ერთი კია რომ აიება თქვენთან რომ მოვდივარ რაღაც სხვანაირად აღვზნოვ თავს. ღელავ თუ რაღაც უბედურება მემართა. მოკლედ ქალბატონო ანიკო ერთს ვამბობ და ვერც ვერასოდეს ვერ აგიხსნა. აი თქვენთან რომ მოვდივარ რა. ასე მგონია თითქოს ცხოვრობდი აი ამ სახში თამაზი. მე უსაქციელობისათვის დამსაჯეს და ისე მოვბრუნდი საკუთარ სახში. ცოდვა მონანიებული. მაინც რა გევალება კუკარაჩა შენ მილიციაში? რა, ყველაფერი მევალება. ქურდებისა და ბანდიტების პევნა, ბავშვების იდეური აღზრდა, ის რომ სწორად წავმართო მოზარდების სულიერი ცხოვრება. აი? რა იცი შენ რა არის სულიერი აღზრდა, სულიერი ცხოვრება, ან სული საერთოდ? როგორ არ ვიცი, ქალბატონო. სულია.
სულიერი ცხოვრებაც ვიცი, სულიერი ცხოვრება, კინოა, თეატრია, მხატვრობა, მუსიკა. საერთოდ ყველაფერი ამის სიყვარულია. და სიყვარული საერთოდ. აი და შენ გონია რომ ნაზირალები კინოში და თეატრში არ დადიან? ნაზირალები წიგნს არ კითხულობენ? ცოლშვილი არ ჰყავთ და არავინ არ უყვართ? გამოდის რომ არ ამცოდნია ხალბატონო. ჩემო კუკარაჩა, ეგ არც არავინ არ იცის დანამდვილებით. მართლა გეუბნები. მე კიდე რა ვიცი, აბა სულ იცი ზღაპრულ ჯინივით ბოთლში გამომწყდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდა. თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და ტოლვა ახასიათებს. მოდი დაჯექი. მერე ჩვენ ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთ ვანთავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან. უფრო ხშირად იგი თვითონ თავისუფლებს თავს და მერე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში. მე ყველა გენიოსი ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია ზოგი დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის. კარგია. კუკარაჩა, ყველაფერი ეს თუ შენ გაბარია მილიციაში. საათ წაიგითხეთ ეგ ხალბატონო. არ ვიცი, არ მახსოვს. ალბათ არსად, უბრალოდ ასე ვფიქრობ. ისა სიყვარულიც სულში შედის ხალბატონო. ალბათ. ყოველ შემთხვევაში თუ რამ საგანძური და ჯიგდო მიუცია ღმერთს ადამიანისათვის, ეს სიყვარულის ნიჭია. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. მე ბავშვები მიყვარს ძალიან. ბედნიერი კაცი ხარ. ისე ძალიან ძნელი კი აქვს ხალბატონო ანიკო. აი ძალიან ძნელია, აი თქვენ რომ ბძანეთ, რომ სუკუთში დაძდევთ ჩემ თამასს. აი სულ ეგრე მიწევს, აი ჯაშუშივით კუთში დევნა. აი ბავშვებს შეიძლება ვეზიზღები კიდევაც. მე ხომ მაგათ სიყვარული თვაკეთებ, მე მეშინია რამე არ დააშავონ, არ მოიპარონ, არ იჩხუბო. აი სიყვარული თვინა თორე, აბა მე ჩემზე უკეთეს ყანის მუშას ანდა მჭედებ თავრობა განა ისო ვისადო. აი, სწორია. ძნელია. სხვისი კი არა საკუთარი შვილის აღზრდა უჭირთ ხალხს. ხო, აი. ერთი ეს ვითხარი, კუკარაჩა ქუგდებს როგორ იჭერთ. შეულებრივად როგორ ვიჭერთ? მოიპარავს დავიჭერთ, არ მოიპარავს არ დავიჭერთ. ხანდახან ეგეც ხდება, რომ ვიცით რომ ქურდია. მაგრამ ვერ ვიჭერთ, იმიტომ რომ სანამ საქმეზე არ წავასწრებთ, არ უფლება არ აქვს. კანონია ეგეთი. გამოთქმაც არსებობს, ნეპო იმან ნევორ. ეგრე ხო ძალიან ადვილია. არც ადვილია აი თქვენ რო ხონია. არა. აბა, აი სანამ ვიდრე მოიპარავს ქურდი. რაიმე, რა ვიცი, აი ღონისძიებას თუ ატარებთ. როგორ არა, ჩვენი ხალხი ყავს ულდებში, ისინი გვატყობინებენ, აი ამა და ამ ადგილას. არა, მაგას არ გეკითხები. მაშინ. რაიმე საუბარს თუ ატარებთ ხოლმე ქურდებთან. რა საუბარს? აბა ყური დამიგდე. უკვე თუ თვალი შენი მარჯვენე გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან.
რამე თუ უმჯობეს არ შენ და რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი და არა ყოველი გვამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. და უკვე თუ ხელი შენი მარჯვენე გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან. რამე თუ უმჯობეს არ შენ და რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი და არა ყოველი გვამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. გაიგე? თუ შეიძლება ერთხელ კიდევ წაიგითხეთ. კი ბატონო. უკვე თუ თვალი შენი მარჯვენე გაცდუნებდეს შენ. აღმოიღე იგი და განაგდე შენგან. რამე თუ უმჯობეს არს რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი და არა ყოველი გვამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. და უკვე თუ ხელი შენი მარჯვენე გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან. რამე თუ უმჯობეს არ შენთან რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი და არა ყოველი გვამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. აბა უმკაცრესი კანონი გაყოფილა. მაშ თუ სწორად გავიგე, ესე იგი თვალი ამაითხარე და ხელი მოიჭერიო რა. ჩვენი კანონი მაგ კანონთან სამოთხია. არა, ეს კანონი არ არის, ეს მცნება. ეს რო კანონი იყოს, ნახევარი მსოფლიო ცალთვალა და ცალხელა იქნება. ზმაი მცნება რა. ყველა კანონი მცნებიდან გამომდინარეობს, აი სწორედ მაგას გეკითხები კუკარაჩა. მსგავს მცნებებს თუ უკითხავთ ადამიანებს ვიდრე დაიჭერთ. ჩვენთან კაცი მოვა უკვე იმათთვის მაებს ცნებების კითხვა გვიანია. ადრე კი. აი ეს ცნებები არა სკოლაში და სახლში უნდა ასწავლონ ბავშვებს. რა წიგნია ეგ ხალბატონანიკო? ეს 4 თავი, მათეს ეხარება. მათესი. მაშ მათხოვეთ ეგ ხალბატონანიკო, ეგ წიგნი და 2 დღეში დაგიბრუნე. არა. ცოტა გამიჭირდა, რასაც ვერ გავიგო თქვენ აქ კითხა. კი ბატონო. თქვენ ალბათ კარგად იცით ძველი ქართული. კი. ფრანგული, ინგლისური, გერმანული კიდევ. როდის მოასწარეთ ხალბატონო არიკო აი ამდენი რამების სწავლა? აბა ამის დახევა რო არ შეიძლება ხალბატონო ინგა. უგასრათ. კალამნიშვილის დაწერილი. ამ განცხადებას ბევრი ხალხი აწერს ხელსა და რატომ გონია რომ მარტო კალამნიშვილის მიერაა დაწერილი? იმიტომ რომ კალამნიშვილი ძველი გახდა. დაბერდა, ახლა აღარავის აღარ უნდა, აღარავინ აღარ ეკარება და შურჩი. ერაგა შესაშველი, ერთი ნაძიერალა ქურდი ყომარბაზი და მორფინისტი ყვარობს. ის კაცი როგორიც არ უნდა იყოს, ქმარია ჩემი. კალამნიშვილს კი აღარც ქმარი ყავს, აღარც მტერი და აღარც მოყარე, მარტოა. სულ მარტო, ოდესღაც ულამაზესი ქალი იყო და აი ამიტომ შურჩემი. მაგრამ შენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებ. ერთ იმიტომ რომ მამაკაცი ხარ და რაც მთავარია მინიციელი. რაც ამ წერილში სიტყვები და სიმღერებია მოყვანილი. სულ ყველა კალამნიშვილის სახლიდან მაქვს გაგონილი და ნასწავლი. ეს იმასთან იკრიბებოდნენ მორფინისტები, ქურდები, ყომარბაზები. მურტალოს ჩემთან არასოდეს არავინ არ მოუყვანია და არც არასოდეს მოსულა მთვრალი, იმიტომ რომ მე მას ვუყვარ ვარ და ასეთ რამეს არასოდეს არ მაკადრებს. როდის არის ხოლმე სახლში? იგი არასოდეს არ იბარებს, როდის მიდის და როდის მოდის. გაჩაღივით რა. ჩვენ კარტოტეკაში
წერია შენ ქმარზე რომ ის აშიში რეციდივისტია. თბილისში ვერავინ ვერ იტყვის მურტალოზე რამე მომპარა ან წამართვაო. არა, საქართველოში არა ქურდოს. 4-ჯერ ნასამართლეია. აქედან 2-ჯერ მკვლელობისათვის. ისი რატო არ დახვრიტეს? იმიტომ რომ ორ მასავით ნაძირალას ღორები ვიტყელები გამოჭრა. აი ვინ არის შენი საყვარელი? მიმიფურთხებია შენი კარტოტრიკისთვის. შეშეგიძლია ხალხს ყოველს ღერთი კალათა წითელი ვარდები მიართვა. რატო შემიძლია? ზამთარშიც. ზამთარში თუნდა გამიჭირდა. მურტალოს კი შეუძლია. შეშეგიძლია ხალხს ყოველთვი 1000 მანეთი გაუგზავნო. ხელფასი 800 მეტრი. არ შეგიძლია, მურტალოს კი შეუძლია. შეშეგიძლია ყოველი ახალი წელი და დაბადების დღე მიულოცო ხალხს, სადაც არ უნდა იყო. არ შეგიძლია, მურტალოს კი შეუძლია. შეშეგიძლია უბაში ყველა ვაჟი ჩაომაშორო და დედოფალივით მატარო, არ შეგიძლია. მურტალოს კი შეუძლია და იცი რატო შეუძლია. იმიტომ რომ მურტალოს დედამიწის გზზე არავისი არ ეშინია, შენ კი გეშინია მურტალოსი. უღარაჩას შემშინებელი კაცი ჯერ არ დაბადებული. მართლა. ეხლა რა გინდა? რისთვის დამიბარე? არაფერი. ხელწერილი უნდა დამიდო, რომ განცხადებაში აღნიშნული ფაქტები აღარ განმეორდება. რაზე მადებინებ ხელწერილს, რაც არ ყოფილა? მაშინ ის დაწერე, რომ განცხადებაში აღნიშნული ფაქტები ტყუილია და ცილისწამებაა. თავის ტკივილის წამალი ხო არა გაქვთ ქალბატონოვანი? როგორ არა? თუ ცოტათი გთქივე ერთი დალია, თუ უძალიან ორთავე. ორთავეს დავლე. თამას თუ უკითხავ თამას ქალბატონო ანიკო. თამას სხვათა შორის არა და მაგაზე არც მიფიქრია, მე მგონი ჯერ ადრეა. აი ამის კითხვა ადრე არასოდეს არ არის. შეიძლება. ქალბატონო ანიკო. ჩვენთან მილიციაში თუ შეიძლება მოყვე, აი რაც მაშინ მითხარი. რა, კუკარაჩა? რაც აი სულზე, ბოთლში ჩამწყდებულ ჯინზე და ცნებებზე რო თქვი. მოყევი კუკარაჩა, არც ეგ სახარებაა ჩემი დაწერილი და არც ის რაც სულზე გითხარი. მადლობთ ქალბატონო ანიკო. ნახვამდის. ნახვამდის. ახლა მაინც და მაინც კრებაზე ნუ მოყვევი. ისე მოყევი, სადაც გინდა და როდესაც გინდა და მე დამაბრალე. არ გაინძრა მურტალო. აი მაგ ბოთს ცოტა მაგრა მოუჭი ხელი და მაღლა ისწი. აი მაგას. კიდე. გაგილე დას. შეიძლება საკლიფად მოხდე? ო, მაშინ დაждომა შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება. შენ იმდენ ხანს მოგიწევს ჯდომა. მე შენ ადგილას ფეხზე დგომას ვარჩიოდი. ხუმრობ. კარგია როცა მილიცია ხუმრობს. მე გუგარაჩა ვარ. გიცინებ. რატო პანჯერდენ არ შემოხვიდე?
იმიტომ რომ კარიდან არ გასულიყავ. დაიცოდა შენაცარკაკია კარები რო ღია იყო. მეთოდები დაგიძველდა მურტალო, ეხლა მაგას არავინ არ აჭამს. კარგია. პაპიროზე. პაპირო შეიძლება. რაგინა გოგარაჩი რაზმით. ხო იცი მე საქართველოში არ ვმუშაობ, აქაურ ხელისუფლებას არ ვაწუხებ. არ მეკატრება მე არ არის გამოციხეში ჩაჯდო. არ გამოგერები, მაგრამ კარგად დაფიქრდი. ცერეს ორი კარები აქვს, ერთი შესასვლელი, მეორე გამოსასვლელი. იარაღის გულისათვის ნუ გაგაფუჭებ, არა? ჩემზე გოგარაჩი, არ აღარ ჩემი იარაღის გულისა. ციხეში ჩაჯი. შენ ხომ მიცნობ. ერთი ალბათო ინგა უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ერთი მაიხსენეთ ეგ ბრილიანტის საყურეები. ბრილიანტის ბეჭედი და მაგიდაზე დააწყეთ. გოგარაჩა. ესე ძვირი ეგ დამპალი საქმე? აიღე მაყოდი და წასრელდე ხლაკიდან. ტაგანროგის საიუველირო მაღაზიიდან წაღებული სხვა ნივთები სად არის მურტალო? ზოდე ასე ადვილად ვერ გამოხონამ საქმიდან გოგარაჩი. მე მურტალო არ ვიყო თუ შენი გადახსნილი ვენებიდან სისხლი არ დავლია. წავით. დიახ, ჩემი რიგია. არ დამღუპო გოგარაჩა. არ დაიყვანო გოგარაჩა. არ დამღუპო გოგარაჩა, მუხელბოდ რეკილი გემუდარები და ხელებს გიბოთნი გოგარაჩა, არ დამღუპო. თორემ რომელი ქურდი დამიჯერებს რომ მე არ გავყიდე და არ დამასმინე მილიციაში. არ დამღუპო გოგარაჩა, გემუდარები. თორემ ერთ ღამეს ხელ გამოყადროს და ღამაღმარდე დაგდებო. ამ ნაცირელას გულისათვის როგორი მცირე არა გოგარაჩა. ადექი ხლა. არა შენ მე ვეღარ მიშველი გოგარაჩა. მოკლავს გოგარაჩა, არ დამღუპო დედას გაბიძებ გოგარაჩა. შენი სიცოცხლის ჭირი მე დედას გაბიძებ გოგარაჩა. ოღონდ ჩემი ზაღლი და გოგარაჩა უნებელი გაუშვი არ დამღუპო. სახელმწიფოს დავალებას ვასრულებ. დას მოვიკლავ გოგარაჩა. წადი. წადი. ფანჯრიდან რა გიშვილება ახლა? რა მეშველება?
ტრიბუნალს გადაგცემ, ტრიბუნალს. კარცერში ამოგალო. აი როგორ გაბედე და არ შემატყობინე თუ იცოდი. შენ ეს ბურდალო, ვერელი ლაწინაკები ხომ არ გგონი? კაცზე საკავშირო ძებრაა გამოცხადებული. ეს კრეტინი შერლოკ ჰომსი კი მიდის და მარტო ატარებს ოპერაციას. საიდან უნდა ვცოდნოდა კაცო? აბადების დღეზე მივედი, ხალხთან და შემთხვევით უცხო კაცი დავზრდა. რის უცხო, რა უცხო? ვის ატყუებს? ამდე შუაღამეზე რა გინდოდა ხალხთან? როცა მოიცალე, მაშინ მივედი. რომელი დეიდაშვილი მეგობარი შენი ეგა? თუ გაგიჟდი და სიყვარულობიანას თამაში დამიწყე ახლა, უფლის კახბასთან. ეგ ჩემი მოვალეობა. რა, შენი მოვალეობა რა? ხო, ჩემი მოვალეობა მორალური ზეგავლენა მოახდინო. გაჩერდი რა, გაჩურდი, თორე მოხკლავ და თავსაც მოვიყო. და ჩემი ბრალია ყველაფერი, რა გინდოდა შენ მილიციაში? შენ სადმე საბავშვო ბაღის გამგე უნდა იყო. გამექცა ბიჭო და მომკალი და კაცი არ გაქცევია, ღმერთი არ აქცევს. არ ვიცი. რაც გინდა დაარქვი. გინდა განცხადება, გინდა თხურა, გინდა მუდარა. ხოლო ჩიქ ჩაწერე რომ მიდიხარ. მუშაობა აღარ გინდა და მიდიხარ. შენ იცი დავით რომ მე არც ემაგ განცხადების დაწერისა მეშინია. არც მილიციიდან წასვლის. მე ერთი რამ მაწუხებს უფრო შენ არ დაკარგო. რაც თავარია საკუთარი თავის პატივისცემა არ დამეკარგოს. ამიტომ ხო ნუ გამარჯვე. ცოტა მასალე და ჩემ შეცდომას გამოვასწორი. მოვკვდები და გამოვასწორი. დაუძახე გაბოს, შემოვიდეს აქ. გაბო, რას მიბერებ? ცოტას გაგაგრილებ. რამდენი ხნით? სარამჭკოს არის სწავლი. სამუდამო პატივრობას მიძი რა. გაბო, მოდი აქ. ნუ სადა და უფროსთან. ზირა. სანამ გაბო მოიდოდეს ერთ რამეს გეტყვი. მე არა ინგას აი ამ ქვეყნისკენ შემოbrunება უფრო დიდ რამად მიმაჩნია. იდრე დამპალი მურტალოს დაჭერა. ესე იგი გავუშვი, არა? თავიდან დაიწყე. ხო გითხარი გამექცა მეთქი. აი, კაბოც მოვიდა. ახალი დამასიერები და კარცერში ჩასვით. კარცერი დაკავებულია. ვინზიში. მთაწმინდელი ქურდი. აპო. არავით არის აპო, გამოვშვიდე ეს ჩასვით. აპოს რა ვუყოთ? რაც გინდა ის უყავი, გავუშვი. როგორ? რა დაშავა? ვერაზე მებუფეტეს სცენა. ზედმეტი ანგარიშია. სწორი უქრია, გამოვშვი. სად? სად შენ ხომ არ დაყრუდი? გავუშვი სახლში. მთაწმინდელი აპო და მის ადგილზე კარცერში გიორგი თუშურაშვილი ჩასვა. იგივე კუკარაჩა. გასაგებია? გასაგებია მხანა კომაია. იმ დღიდან კუკარაჩას ცხოვრებაში რაღაც მოხდა. ზოგი ამბობდა, კუკარაჩას ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა. ზოგი ამბობდა პირიქით, წაღმა დატრიალდა. ზოგი ამბობდა კუკარაჩაში ანგელოზე ჩასახდა. ზოგი ამბობდა პირიქით, სატანა. ერთი სიტყვით, ზემელიდან ვიდრე სასოფლომდე და ვერედან ვიდრე მთაწმინდამდე ხალხს სხვა სალაპარაკო და საჭორავო არ ჰქონდა.
გუშინ კუკარაჩა აფთიაქში უნახავთ. რაღაც ქობულეთის აღმართზე მოუხშირა კუკარაჩამ სიარულს. ეს ინგა ისე ინაზება, თითქოს მურტალოს საყვარელი მე ვიყავი. მალე ვნახავთ მაგათ ნაწლავებს ერთმანეთზე გადასკვნელს მურტალოს ხელიდან. ძველებურად ვეღარაცვია ინგას, მაგრამ რაღაც ბედნიერ ღიმილიანი დადის. ეგ თავისას მაინც არ მოიშლის. ერთი კვირაა კუკარაჩა დილის 6 საათზე მაგის სახლიდან გამოდის. ხელი ხომ არ მოაწერეს? ხელი არა. ასე იყო თუ ისე, ინგასა და კუკარაჩას სახელები შედუღავდა. გავიდა რამდენიმე თვე და უბანში უეცრად ხმა გავარდა. კუკარაჩა მოკლესო. ზუსტად ერთი თვის თავზე ბახთან რომ სასამართლოა, იქ მურტალოს სასამართლო პროცესი გაიმართა. ეს იყო უნიკალური სასამართლო. ბრალდებულს დამცველი არ ჰყავდა. ვერც ერთმა თბილისელმა ვექილმა ვერ გაბედა მურტალოს დაცვა. სასამართლო 3 დღეს გრძელდებოდა დილიდან გვიან საღამომდე, პატარ-პატარა შესვენებებით. ბევრი მოწმე დახკითხეს. უფრო მეტი ბრალდება წაუყენეს მურტალოს, ზოგი ტყუილი, ზოგი მართალი. მესამე დღის დილის სხდომა ისტორიული გამოდგა. მესამე დღეს ინგა, რომელიც სასამართლოზე არ დადიოდა, მოვიდა. მოუყევით სასამართლოს რა იცით არსებული საქმის შესახებ. კუკარაჩა შუა დღეზე მოვიდა სახლში. გიორგი არა? სადაც დამჭირდება კუკარაჩას ვიტყვე. თქვენ გიორგი იგულისხმობთ. კეთილი. ერთის მიბრძანეთ, რატომ მაინც და მაინც თქვენთან მოვიდა კუკარაჩა? კუკარაჩა ქმარი იყო ჩემი. ბრალდებული რაღა იყო თქვენი? მურტალო? შალვა ფრიდონის ძე, ხიზანიშვილი. მე ასეთ კაცს არ ვიცნობ. იგი ბრალდებულის სკამზე ზის. მაგარა კაცს მურტალო ჰქვია. მაინც ვინ არის იგი თქვენი? იგი საყვარელი იყო ჩემი. ვიდრე კუკარაჩას გავიცნობდი. ესე იგი თქვენ უპირატესობას მაინც თუ შურაშვილს ანიჭებდით? ბატონო მოსამართლე. თქვენ რა გაინტერესებთ როგორ მოკლა ამ არაკაცმა? კუკარაჩა თუ ჩემი არჩევანი? დაზარალებულის კვლელობის მოტივი მოწმე ლალიაშვილი. კუკარაჩა დაზარალებული არ არის. იგი მკვდარია. განაგრძეთ. კარი უცებ გაიღო და ოთახში მურტალო შემოვიდა. ხელში ნაგანი ეჭირა. მე შიშისაგან და მოულოდნელობისაგან უცებ შევკივლე. თუმცა მე ამ წუთს ყოველთვის ვეღებდი. კუკარაჩას კამზე გადაკიდებული იარაღს ეცა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კუკარაჩას იარაღი მურტალოს ეჭირა ხელში. ისთვის მოხდა მურტალო. მაგას მომეკითხები?
მე და იგას ერთმანეთი გვიყვარს. ძალიან გიყვართ ერთმანეთი. ორდალო. ადი იარაღი ადგილზე და წავდი. შენი თუ ჩემით? ორდა. ეგნებ 2 კილოებით ეგ. პარამ გამეკეთე და სუხტონო ახტონო და წამოყვები მილიციაში. შეროც ყვა კონდეს ეგრე მოიქცეოდი. არ განძე. თორე გესეროლენ. ვერ მესვრი. ვითომ რა. შერო მე მომკლა დაგხვეწე. მაშინ ეჭვენობის გამომკლა. კანონები მეშინზე ნაკლებად არ ვიცი. ამისათვის დიდი 5 წელი მომწია. ეგ ახარს. შენი ნაბუზარი სულ ამათი არ ახარს. მეც მომკალი მეთქი ვთხოვე. არა გენაცვალე. შენთვის სიკვდილი ახლა ბაირამობა. მაგისთვის კი საშინელება. შენ დიდხანს. ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლო, ვიდრე არ დალპებიო. ასე მიპასუხე. არ მომკლა მორტალ. კითხარი ჩემი ჯერით მომეთქე. ხოდა მოვიდა. ახია ჩემს. ახია. რატომ თქვა კუკარაჩამ ახია ჩემზეო? საქმე იმაში გახდათ, ბატონო მოსამართლე. რომ 1 წლის წინ ეს მათხოვარი კუკარაჩამ დაიჭირა ჩემს სახლში და ჩემივე თხოვნით გაუშვა. როგორ? თქვენ არ იცნობთ კუკარაჩას. ბატონო მოსამართლე. შვიდჯერ დაიქუხა ინგას ნაგანმა. შვიდჯერ ესროლა მურტალოს და 7 ვეტყვია აცილა. 7 ვეტყვია აცილა? 7. წარმოუდგენელი. ეს ამბავი 1941 წლის 21 ივნისს მოხდა. მეორე დღეს ინგა და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა, რადგან 22-ში დილით ხალხმა თავს არ დამცემი ამბავი გაიგო. გერმანია თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ ერთხელ გაახსენდა დედას ინგა და კუკარაჩა, როდესაც 1943 წელს ფრონტიდან ინგას დაღუპვის ცნობა მოვიდა. აიცანეთ ხალბატონანიკო. ჩემი მეგობარი ინგა ლალიაშვილი.
მაშ ეს არის ინგა. რა კარგი გოგო ყოფილა. თქვენ საიდან იცით ინგა, ქალბატონო? ახლა ჩემო გუგარაჩა, მთელი მსოფლიო შენზე ინგაზე და საბჭოთა კავშირ გერმანიის ხელშეკრულებაზე ლაპარაკობს. მეტი არაფერსი. რა მართალი ბრძანდებოდით მაშინ, ქალბატონო? როდის გუგარაჩა? აი მაშინ ის რო ბრძანეთ. ცოდოა კაცი იმ ნიჭის განსთის გარეშე წავიდეს ამ ქვეყნიდან. ხო. მადლობთ, ქალბატონო. მე რა შვაში ვარ. მაინც გმადლობ. არაფრის გუგარაჩა. ნახვამდის, ქალბატონო. ნახვამდის. ვერთმა ხელი მოგიბარდო.